2016 წლის 28 იანვარს თურქეთში ქალაქ დუშჯეში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულების სახით დაკავებულები არიან ქალაქ მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 29 იანვარს თურქეთის სამართალდამცველების მიერ ქალაქ დუშჯეში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნანახი იქნა საქართველოს მოქალაქეების ემა შარიფოვასა და საჰიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნას შარიფოვას გვამები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მეორე ნაწილის ექვე პუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე უვადოდ. საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია 2016 წლის 28 იანვარს თურქეთში ქალაქ დუშჯეში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი და ბრალდებული სახით დაკავებულები არიან ქალაქ მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გალიევი და აზადე ომაროვა. 2016 წლის 29 იანვარს თურქეთის სამართალდამცავების მიერ ქალაქ დუშჯეში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნანახი იქნა საქართველოს მოქალაქეების ემა შარიფოვას და საჰიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნას შარიფოვას გვამები. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დაიკითხნენ გარდაცვლილების ოჯახის წევრები. თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებით დადგინდა, რომ ელნას შარიფოვა, ემა შარიფოვა და მისი შვილიშვილი საჰიბ გასანოვი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთში, ქალაქ დუშჯეში და ფინანსურად ეხმარებოდნენ მარნეულში მცხოვრებ ოჯახის წევრებს. მასთან აღსანიშნავია, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დანაზოგი, რომელსაც ინახავდნენ ქალაქ დუშჯეში, მათსავე საცხოვრებელ სახლში. 2016 წლის 6 იანვარს მათთან სტუმრად ჩავიდა ქალაქ მარნეულში მცხოვრები აზადე ომაროვა, რომელიც მანამდეც არაერთხელ სტუმრობდა ამ უკანასკნელებს და სარგებლობდა მათი ნდობით. 2016 წლის 26 იანვარს თურქეთში ასევე გაემგზავრა მარნეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ელნურ ანტესოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა აზადე ომაროვასთან და მისგანვე გახდა ცნობილი ზემოაღნიშნულ პირთა საცხოვრებელი ადგილი. თურქეთში ჩასვლის შემდეგ ელნურ ანტესოვი ქალაქ სტამბულში შეხვდა მის მეგობარს ვუგარ გულიევს, რის შემდეგაც 28 იანვარს გამთენიისას ისინი აზადე ომაროვას დახმარებით მივიდნენ ემა და ელნას შარიფოვების საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან ბრალდებულებისათვის წინასწარ იყო ცნობილი თანხის არსებობის შესახებ, მისი დაუფლების მიზნით ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს 3 პირის მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებათ ბასრის საგნით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები დაეუფლნენ გარდაცვლილების კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერს, ასევე მათ კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2016 წლის 29 იანვარს მკვლელობის მომდევნო დღეს ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს განჩინება ელნურ ანტესოვის, ვუგარ გულიევის და აზადე ომაროვას დაკავების შესახებ. მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად 2016 წლის 8 ივლისს დაკავებულ იქნა ბრალდებულები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მეორე ნაწილის ექვე პუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით, რაც საშელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ. ჩვენ არ ველოდებოდით ესეთი ამბავს, რომ ნამდვილად ჩვენები იქნებოდნენ ერთი ჩვენი უბნელი, თანაშე კიდე ჩვენი მარნეულელები. ჩვენ ზედათ ველოდებოდით თურქები იქნებიან ან ქურთები. მაგრამ დიდი მადლობას ვუხდით ჩვენი გენერალურ პროკურატურას. თურქეთში მიდიოდა ძებნაში იყვნენ, ვინები იყვნენ ზუსტად არ ვიცოდით. პროსტა იმას გონებენ, რომ ვეძებეთ, ძებნაში არიან და ვერ ვიმაშვებით. და ჩვენ მივედით მე და ჩემი მეუღლე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. თხოვეთ, შევიტანეთ განაცხადი, რომ უკვე 3 თვე გავიდა ჯერ არაფერი პასუხი არ არის, არც ვიცით ვინები არიან რა არის. მიიღეს ჩვენი განაცხადი გენერალურ პროკურატურმა, გვითხრეს, რომ იმედია გამოჩნდებიან. პასუხი მოვიდა
ნახევრის მერე რომ ინტერპოლში იძებნებიან, მაგრამ ვინები არიან ეგეც არ გითხრეს. და გუშინ გავიგეთ საამოსო დაიჭირეს. ყოფილან ჩვენი მარნოლელები ენურან ტესოვ, ვუგარ გულიევ, აზად დავმაროვა. მადლობა სუხთით ჩვენი სახელმწიფოს, გენერალურ პროკურატურას და დიდი თხოვნა გვაქვს. არანაირად არ აპატიონ არაფერით. რაც დიდი სარჭელი არის, ის სარჭელით მიარ საშუალო.